რუსთაველის გამზირის ხელმეორედ გადაკეტვისთვის სისხლის სამართლის წესით ერთი პირია დაკავებული. საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც ირკვევა, დაკავებულია ზურაბ მენთეშაშვილი, რომელსაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347 მუხლის პირველ ნაწილს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას ეტოვება. განცხადებაში ვკითხულობთ. 2025 წლის 31 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა მოქალაქე ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც იმხილება საპროტესტო აქციის დროს გზის განმეორებით გადაკეტვაში. აღნიშნული პირი 2025 წლის 24 ოქტომბერს ანალოგიური ქმედებისთვის დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით და სახდელის სახით 7 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისად ქმედების განმეორებით ჩადენის გამო მის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347 მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. ნათქვამია განცხადებაში. ადვოკატის განმარტებით ჯერჯერობით დაკავებულისთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ. თავად ბრალდებული კი დუმილის უფლებას იყენებს. Basta, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, როდესაც ის ადმინისტრაციულ წესით დაკავებული იყო და მოთასვისათვის გაუშვით გარეთ უცხეს იყო განთავისუფლებული, თუმცა გარეთ ახდა პოლიციის თანამშრომლები და უცხესო იყო დაკავებული. ვინაიდან მიწიანზე გაწყებული იყო სისხლის სამართლის გამოძიება. და გადაიყვანეს როგორც გითხარით მეექვსე სამართლებაში, სადაც შეხვდით, მოხდა მისი გამოკითხვა და მან ამ ეტაპზე დუმის უფლება გამოიყენა, ბრალი წარდგენილი არ არის და უდებით დღეს მოხდა ბრალი წარდგენა.